ჩვენი შემდეგი სიუჟეტის გადასაღებად ოთარ გიორგაძე თერჯოლაში ჩავიდა და ის ლოკაცია დაათვალიერა, რომელიც იმედია ძალიან მალე საქართველოს ტურისტულ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თერჯოლის უნიკალური პოტენციალის პოპულარიზებას ცდილობს. ადვილად მისადგომი და მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტი ორ ჩანჩქერს, კარსტულ მღვიმეებს, მე-12 საუკუნის თამარის ხიდსა და მეცნიერების ვარაუდი დინოზავრის ნაკვალევსაც აერთიანებს. თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც. რას მოიცავს პროექტი, რომელიც პროფესიით გეოგრაფმა გიგა კუბლაშვილმა 8000 ლარით დაიწყო. ნახეთ რეპორტაჟი თერჯოლიდან. უცნობი საქართველო იმერეთში ამ სახელწოდების ტურისტული პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ზაფხულიდან იგეგმება. პროექტი იმერეთში მდებარე ტურისტებისთვის ნაკლებად პოპულარული ადგილების გაცნობას ითვალისწინებს. მათ შორის ჩანჩქერები, რომელიც ამ დრომდე არც ერთ ტურისტულ რუკაზე ოფიციალურად არ არის აღნიშნული. დასავლეთ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 15 წუთში სოფელ ზეურეთში მდებარე თამარის ხიდი ახალი რუკის ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ის ამ დროისთვის რეაბილიტაციას საჭიროებს. მდინარე ძუსაზე გაშენებული ხიდის მიმდებარე ტერიტორია კი ნარჩენებისგან გასუფთავებას მოითხოვს. ახალი ტურისტული ზონის გასაცნობად იმერეთს პირველად თესეუს გეოგრაფიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები ესტუმრნენ. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ხიდი, ეს ღირსშესანიშნავ ადგილათაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ ხიდს აშკარად ჭირდება რესტავრაცია. ამ მონაკვეთიდან ძალიან კარგი ხედი იშლება მდინარეზე. ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული იმედები იმისა, რომ ამ ხეობაში, რაც არის ღირსშესანიშნავი ადგილები, იქნება ეს ტურისტულ მარშრუტში ჩასმული. ახალ ტურისტულ რუკაზე სამცველას ჩანჩქერიც მოხდა, რომელიც ზაფხულის პერიოდში ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. ამ ბეწვის ხიდს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობისკენ მივყავართ, თუმცა ის ამ ეტაპზე პოპულარული მხოლოდ გეოგრაფ სტუდენტებში, ადგილობრივებსა და იმ ადამიანებში, რომლებსაც ბუნება განსაკუთრებით უყვართ. გახდება თუ არა აღნიშნული ბეწვის ხიდი სათავე დიდი ტურიზმის დაწყების, ეს თითოეული ჩვენთაგანის აქტივობაზეა დამოკიდებული. ზღვის დონიდან აღნიშნული ტერიტორია 194 მეტრს სიმაღლეზეა და სოფელ ქვემო საზავნოში მდებარეობს. თერჯოლის რაიონის ამ ჩანჩქერს ადგილობრივი მაცხოვრებლები სისტემატიურად სტუმრობენ. ამ ეტაპზე კი მთავარი მიზანი აღნიშნული ლოკაციის პოპულარობა და მასშტაბების გაზრდაა. სამცველას ჩანჩქერი თითოეულ მნახველზე განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს. ემოციებით ვარ ძალიან დატვირთული. ნამდვილად არ მოველოდი ასეთ სანახაობას. შეიძლება ეს გახდეს რეკრეაციული დასასვენებელი და ტურისტული ზონა. თერჯოლის რაიონის კიდევ ერთ ჩანჩქერს საინტერესო ისტორია ახლავს. ქადაგიძის რაფი, რომელიც სოფელ საზანოს ტერიტორიაზე მდებარეობს და მისასვლელიზად საკმაოდ მარტივია, დიდ საიდუმლოს ინახავს. მანამდე ვიცოდით, რომ დინოზავრის ნაკვალევი მხოლოდ სათაფლიაზე ხდებოდა. თუმცა აქ 7 მკაფიოდ გამოსახული ნაკვალევი არის. მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს არის დინოზავრის ნაკვალევი. ეს ადგილი და ეს ნაკვალევი არის მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში. მარტო ფოტომასალა არსებობს ამის, ამ ნაკვალევზე კონკრეტული სამუშაოების ჩატარება ჯერ არ ყოფილა. ანუ რომ ეს პოპულარული გახდეს და მის ამას შემდეგ ჭირდება დაცვა. ამ ტერიტორიის ქვეშ კი 25 მეტრის სიგრძის გამოქვაბული მდებარეობს. თავად ჩანჩქერი კი 4 მეტრის სიმაღლისაა. ისე როგორც ხშირად მსგავს ტურისტულ ზონებში გვხვდება, ტერიტორია გასასუფთავებელია. ჩვენი საზანოში ჩასვლის დროს კი დასუფთავების აქციაში სტუდენტები ჩაერთვნენ. მიამაკება რომ მათთან აგვიყვნიშვილი ვარ, იმიტომ რომ მათთან ძალიან ამაზია ეს ადგილი და მათთან ძალიან მაგარია რა. ემოციებს ვერ მალავ. ამ თვიდან თერჯოლის სრული ხედი იშლება. სწორედ ამ ტერიტორიიდან არის შესაძლებელი დანახვა იმ გამოქვაბულების, სადაც მე-18 საუკუნემდე ბერები ცხოვრობდნენ. ადგილობრივები ამ ადგილს იმერეთის ვარძიასაც უწოდებენ. ამ ტერიტორიის სიახლოვეს უკვე საინფორმაციო ბანერები მონტაჟდება, რომელიც ტურისტული ზონის საწყისი უნდა გახდეს. ამ დროისთვის თანხების მოძიება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა. პროექტი უცნობი საქართველოს იმერეთში დაფინანსებული არის მსოფლიო ბანკისა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია პინის მიერ. პროექტის ფარგლებში დაიდგა საინფორმაციო დაფები, მიმანიშნებელი ისრები. შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს ტურისტული ობიექტების
კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თერჯოლის რაიონის ტურისტული პოტენციალის მრავალფეროვნებას ბუნებრივი ლანდშაფტი განაპირობებს. მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის, ასევე ტურისტებისთვის საჭირო ელემენტარული პირობების შესაქმნელად ადგილობრივი მთავრობის ჩართვის აუცილებლობაა. აი ამ რაიონში რომ იქნება იმერეთში ტურისტების მოზღვავება, ისე არც ერთ რაიონში არ იქნება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილებია თერჯოლის რაიონში. კიდევ ერთი ახალი ტურისტული ზონა თერჯოლაში რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს. კარსტულ მღვიმეს გრიგოლ რობაქიძის სახელი ეწოდა. ქართველი მწერლის მშობლები სწორედ თერჯოლის რაიონის ამ ტერიტორიიდან იყვნენ. მოსახლეობა უბრალოდ კლდეს ეძახდა ამას. გადავწყვიტეთ, დაგვექმნია სახელი. მღვიმე არის ჰელიქტიტებით მდიდარი. ეს არის ერთგვარი გამორჩეული ფორმა, რომელიც ყველა მღვიმეს ნამდვილად არ ახასიათებს და ახასიათებს ამ მღვიმეს. აი რაჭის გზაზე სოფელ ძევში შესაძლებელია ვიზიტორმა შეისვენოს, დაინტერესდეს, ნახოს ეს ყველაფერი. იმისათვის, რომ თერჯოლის უნიკალურობას გაეცნოთ და აღმოჩნდეთ პროექტის უცნობი საქართველოს იმერეთის მონაწილე, შეგიძლიათ თავად ესტუმროთ მხარეს, რომელიც მრავალ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას აერთიანებს. დედაქალაქიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტამდე მანძილი მხოლოდ 195 კილომეტრია.